ყველაფერი არ მოხდება თუ მამალაძე ასლანაბაში რჩეული შუდარჩებიან გამარჯვებულები. მათი გამარჯვების გამოცხადება ნიშნავს საქართველოში გრძელვადიან კონფლიქტს, უბედურებას, ახალ არასტაბილურობას, ახალ სროლას. ამიტომ ჩვენ ამ პირობებში ვითხოვთ ერთადაც, რომ ჩვენ მოვახდინოთ ახალი არჩევნების ჩატარება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იქნება არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები. თუ ისევ შევარდნაძემ ჩაატარა თავის მამალაძეებიანად საპარლამენტო არჩევნები და მეზრიშვილებიან, რა არჩევნები იქნება ეს? შევარდნაძე უნდა წავიდეს, მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს მოთხოვნით პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის თაობაზე. მთელი მსოფლიო უკვე გუჭერს ხაზს, ამერიკელებიდან დაწყებული ყველა ევროპული ქვეყნით და ეს ინფორმაცია შევარდნაძესაც აქვს და მეც მაქვს. მეც მაქვს მუდმივი კონტაქტი აქვს უცხოელ კოლეგებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მე ერთი რამ მინდა გითხრათ. დღეს მსოფლიო დაუჭერს ნებისმიერ ჩვენ ტოტალურ შეტევას ხელისუფლებაზე მხარს თუ ეს შეტევა იქნება მშვიდობიანი. ეს შეტევა არის მშვიდობიანი, მოიცავს მთელ საქართველოს, არავის ნუ შეეშინდება, ჩვენ ჩამოვალთ და რა თქმა უნდა ჩავატარებთ ამ პირობებში თუ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველგან მოვიგეთ, ჩავატარებთ ახალ არჩევნებს საპარლამენტოსაც და ახალ არჩევნებს საპრეზიდენტოსაც, ავირჩიოთ ახალ